გზა დუმილიდან საუბრამდე, საკუთარი თავის დაკარგვიდან საკუთარი თავის პოვნამდე. სწორედ ამ ბარიერების გადალახვისთვის ფონდმა სოხუმმა დასავლეთ საქართველოში ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფების ქსელი შექმნა. აქ ქალები გრძნობენ ძალას, უსაფრთხოებას, პოულობენ გზებს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლისთვის. ფონდი სოხუმის დახმარებით ქალები თავიანთი მიზნებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამენ. ტრანსფორმაცია მოხდა ქალების, იმიტომ რომ მათ შეძლეს დროთა განმავლობაში საკუთარ პრობლემებზე საჯაროდ საუბარი. ერთი, მერე მათ შეძლეს სწორედ ფონდი სოხუმის ციფრული რესურს ცენტრის მეშვეობით სერვისების ამოღება და დამოუკიდებლად საკუთარი სერვისების გამოყენება. ეს იყო ძალიან დიდი გადადგმული ნაბიჯი ამ ქალებიდან. გაუჩნდათ იმედი იმისი, რომ თურმე შეიძლება ცხოვრებაში შეიცვალოს და სწორედ ამ პროცესებში ძალიან დიდი როლი ითამაშა ფონდმა სოხუმმა, ფსიქოლოგიურმა, იურიდიულმა და ასევე სარეაბილიტაციო ცენტრმა. ქალების ეკონომიკური გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ფინანსური დამოუკიდებლობა ქალს აძლევს თავისუფლებას და მატებს ძალას საკუთარი გზის არჩევაში. სწორედ ამიტომ პროექტის ფარგლებში ფონდმა სოხუმმა ქალებს სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია. საჭიროების მიხედვით მათ გადაეცათ სმარტფონები, ჰუმანიტარული პაკეტები, დაფინანსდა სამოქალაქო და ინდივიდუალური ინიციატივები. ფონდი სოხუმის არსებობა ქალებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ქალებს ეხმარება განვითარებაში, გადმომცა სამუშაო მასალები, ბისერები და ესეთი რაც მჭირდებოდა დაუშვათ ჩანთების დასამზადებლად და საკერავი მანქანა, რომელიც მჭირდებოდა ჩანთების სარჩულების დასამზადებლად. ფონდი სოხუმის საშუალებას იძლევა ზოგადად ბიზნესის განვითარებისთვის, რომ ქალებს, რომლებსაც ესე ეხერხებათ ხელნაკეთი ნივთების დამზადება, უფრო განვითარდნენ. საკერავი მანქანის მიღების შემდეგ გავხსენი ჩემი საამქრო პატარა სამკერვალო ატელიე, დავიწყეთ ტანსაცმლების შეკერვა, თეთრეულების პირსახოცების, მიზანი რომელიც განვახორციელე, გავხსენი მეორე სამკერვალოც. ორივე სამკერვალო გავაერთიანე და გაფართოვებული მასშტაბით უკვე გამომივიდა დიდი ატელიე. დიდი გავლენა მოახდინა ამ ბიზნესმა ჩემს ცხოვრებაში. ავიღე გრანტი. საჩუქრად ჩამომიტანეს საყინულე მშრალი მაცივარი. მომეცა მეტი სტიმული, მომემატა თავდაჯერება, რომ რასაც ადრე ვერ ვბედავდი, ახლა გავიკვლიე გზა. დავიწყე ნახევარფაბრიკატების დამზადება, მოვახდინე მათი რეალიზაცია და ეს ყველაფერი ხელს მიწყობს ვიყო ცხოვრებაში წარმატებული ქალი. დასავლეთ საქართველოში ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები ეს არის უსაფრთხო პლატფორმა, სადაც ქალები იღებენ როგორც ემოციურ, ისე ინფორმაციულ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. აქ ქალების ეკონომიკური გაძლიერება არ არის მხოლოდ ტრენინგი ან ფინანსური მხარდაჭერა. ეს არის საკუთარი სურვილების შეცნობისა და შესაძლებლობების გაცნობიერების პროცესი. აუცილებელზე აუცილებელია ქალის სიძლიერე. ქალს რომ მისი ძლიერი შემოსავალი აქვს, ეს ძალიან ლამაზ, ბედნიერს და გაბედულს ხდის მას. პირველი ნაბიჯი უნდა გადავდგათ, უნდა გავრისკოთ. ყველამ თავისი ბედი უნდა ცადოს. გაბედე, გამოდი სახლიდან. თავარია პირველი ნაბიჯები გადაიდგას და გადაიდგას იმითი, რომ შეხედო რა შენ თავს, რა შეგიძლია. ამ ჯგუფების მუშაობამ ძალიან დიდი შედეგი გამოიღო და ძალიან კარგი მაგალითი მითხრა სხვა მოწყვეტი ჯგუფის ქალებსაც, რომ თავდაჯერებულობა და ის, რომ შენ არ ახარ მარტო შენ პრობლემებთან და უნდა იბრძოლო შენი შვილებისთვის და შენი ოჯახისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი. ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფები მოიცავს ქუთაისს, წყალტუბოს, თერჯოლას, ვანს, სენაკს, ხობს, ზუგდიდს, წალენჯიხას, ჩოხატაურსა და ქოგულეთს. თითო ჯგუფში ყოველთვიურად საშუალოდ 100 ქალი მონაწილეობს, ხოლო 2024-2025 წლებში ჯამში 240 შეხვედრა გაიმართა, როგორც ფიზიკურად, ისე ონლაინ. ეს სივრცეები ქალებს აძლევს ძალას, ხოლო გაძლიერებული ქალები ცვლიან მთელს რეგიონს. ეს ცვლილებები კი იწყება იქ, სადაც ქალების გვერდით დგას ფონდი სოხუმი.